მართლაც თავარ სენსაციად არა მოულოდნელობა ჩავთვალოთ, მაგრამ ის რომ ჩეხეთს 50 გოლა ჩააგდებინა პირველივე შეტევაში ამასობაში ოსმანი და გარეთ და კარგად ითამაშა და ყურადღებით ზაგარსმა დაცვაში. დავის პერიმეტრიდან არა და +1. აი ნახოთ ამ ევრობასკეტზე რას იზამს. აი სმიცი გადავიდა, ნახეთ შენგიუნზე მიაწვა, შენგიუნი შეჭამს ამას, რა თქმა უნდა. ამოუტანა მაინც ახლა შენგიუნმა ოსმა სიპახი, აი ახლა გადაწყვიტა სამიანი, ჩააგდო 9-3. ოქრეთ ასია თუ ისია. ლატვიელები შეტევაში სმიცი, სამიანი, აქვს ამბიც სამიანი და ჩააგდო კიდეც შარშან. და ძალიან დიდი იმედებს ამყარებენ ამ გუნდშიც და ეროვნულ ნაკრებში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში. რა კარგი იყო შესულაც, პასიც, ჩატენვაც. წავა ერთ-ერთზე ისევ ალფერინ შენგუნი თუ გარეთ გაიტანს გუნდს. დაუტრიალა გარეთ, ჩედი ოსმანი, სამიანი ჩააგდო 18-8. ბერტანსი. კარგი, ძალიან მაგარი კომბინაცია, რას აკეთებს გრაჟულისი ახლა? ჩატენვა უნდა და არც ერთი გამოვიდა, არც როლა გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა უკეთესი. უკეთესი გამოვიდა ლატვიისთვის ეს. ზორიქსი ორზინგისი, ისევ ზორიქსი, დროგადის, გაუშვა ზორიქსმა სამიანი. ბონამ დააფარა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პასი იყო და პასი გამოდგა უпроსტორად და შენგიუნამდე მიიტანეს ბურთი, ორზინგისი გადავიდა. საინტერესო დუელია ეს ძალიან. და კუთხეში რა კარგი პასი და ჩააგდო აქ აზერმა. აბა ბონაზეს თუ წავა ერთი ბურთს მაინტერესებს ეტევაში ძალიან ესეთი მოძრავია, რა კარგი შეტევა და რა გააკეთა ამან აქ. არა, გარეთ მოუწია გამოტანა კორკმაზი. ბონას რამდენ სამუშაოებენ რომ ბლოკი დააყენოს და ამან გაამართლა კორკმაზმა ჩააგდო სამფულიან. ორი ბლოკი გუნდური თურქეთს ალტვია შეჯერობით არა აქვს. აბა გათავისუფლდა ესროლა სამიანი ჩააგდო. გაისუფთავა ზონა სიპახი სამიანი. ვა ჩააგდო. ხაზავს კომბინაციას. კარგად გადავიდა ბლოკზე პორზინგისი, ჟაგარსი პერიმეტრიდან ზუსტია. ჩააგდო ესეც. სიპახი ბევრჯერ წააგეს უკვე საკუთარ ფარზე ბურთი. თურქებმა კარგი გათამაშება და უმარტივესი. მეიერისი, ჟაგარსი ისევ ზედიზედ მესამე ჩააგდო 33-27. აი იგრძნო. კარგი გამოტანა. აზერი შვენიერი პასი გამოვიდა პორზინგისი იცავს სამწამიანს და დაატარეს ბურთი. მაინც ჩაუგდო პორზინგის. კვლავ არ შორდება მას. პორზი გარეთ გაიტანა და ამან ესე ჩაარეს უკვე თურქეთის სხვა კალათმთელია. თუ სიპახი იყო? სიპახია. ისე ჭიდრო დაცვა აქვს მას. ჟაგარსის კარგი გამოტანა, კარგი დატრიალება. დავის ბერტანსია მოიტანზე და ჩააგდო. დაირის ბერტანსი. ყავა მოვიდა კორკმაზი. გადაგდებული ბურთი ზუსტია. ბრავო. სამხულაში შევიდა ლატვია. სამიანი ესროლა შეინ ლარკინმა და უპასუხა ბერტანს. ლარკინი. წავა თვითონ. წავიდა და კარგად გადაატარა და ჩააგდო. ოსმანი ლარკინი კარგი გადაცემა სამწამიანში ორთაბრძოლა. პორზინგისი აჯობა პორზინგის. ვერ ჩააგდო ბრძოლა ფარქვეშ, ვის დარჩება ბურთი. შენგიუნი მაინც და ალფერინ მას გამოიყენა ეს შანსი. პორზინგისი სამწამიანში აიწია ისროლა +1. დაკარგვებით 11 თურქეთს 8 ლატვია. სამიანი კვლავ მოძრაობაში და ჩასვა შეინ ლარკინმა 54-42. კარგი შეყოლება ზორიქსის გამოტანილი ბურთი სამიანი ჩააგდო ყოჩაღლომაშში. ბონა ოსმანი პერიმეტრიდან ზუსტია. წინ გაიჭრა და ამეოთხეცაც თურქეთი იგებს. აბა ზორიქსი ჩააგდო. ძალიან საჭირო სამხულიანი იყო ეს ლატვიისთვის. შვიდად ყოფნის საშუალებას თურქეთის ნაკრებს არ მისცემს. ლარკინი. ჩედი ოსმანი კარგი ცრუ მოძრაობა გაუშვა სამიანი ჩააგდო. გრაჟულის რა გაუკეთა ერთი მოძრაობით. წავიდა ფარზე ლარკინი გამოიტანა. კარგად დაატრიალეს ოსმანის სროლა პერიმეტრიდან ესეც ზუსტია. 16 კულა ჩედი ოსმანს. არ ვიცი, ბრავო. ოსმანი არ ჩქარობს, გასაგებია, ერთ-ერთზე შეუტევს გრაჟულის. უტევს, დისტანცია გაჭრა, უნდა ისროლოს. ისროლა ჩააგდო ლარკინმა. ისეთი თავბრუდამხვევი შეტევები აქვს და მრავალფეროვანი რა თქმა უნდა თურქეთის ნაკრებს. აბა ეს პასი.
კი ბატონო, მერე სროლა ვისია, დავის ბერტანსი. ჩააგდო. კუთხიდან შმიცი, ჩააგდო. აბარა კომბინაცია. გარედან დახაზავენ, ეს დაამთავრებს. კი. სამიანი ჩააგდო და აი არ ვიცი, ხო. დროს გაუფრთხილდებიან ელემენტარულად თურქები, დრო კი ნამდვილად მათზე მუშაობს. სიპახის სამიანი და აქ არ ვიცი, აქ ალბათ ყველაფერი დამთავრდა. ფანტასტიკი სფეროდან არის უკვე. ხო, მით უფრო რომ წინა მეოთხედში 20 ქულა სულ არ ქონია ლატვიის ნაკრებს აქ. დანარჩენმა კალათბურთელებმა შვენიერი მატჩი ჩაატარეს. ო, რა გაუკეთა პორზინგის ახლა შენგიუნმა. ესენი ხშირად შეხვდებიან. შენგიუნი ჩედიოს მასელოდებოდა. რა კარგი იყო პასიანად და ბონა ჩატენა. დახატეს ამას ქვია, რეებს აკეთებენ. ზემოთ ატრიალებენ ჯერჯერობით თურქები ლარკინი. პასი გამოვიდა და ჩააგდო ფურგან კორკმაზმა ეს ბურთიც. თავაროლში ვნახოთ არა. სამიანი გახედა გამოიხედა არავინ არ გაიხსნა და ატოვეს მარტო. დენიხანი ეხა თუ ვაცლი ჩააგდეს უმებრივია. კუთხიდან ზუსტია სამიანი. აჩვენა არის როლა. და აირის ბერტანსი კუთხეში დაატრიალეს. არც ეს ბურთი ვარდება, გრაზულისი ამატებს. ლატვიელები. ლომაში პერიმეტრიდან შორიდან ზუსტია მისი სროლა. სამწამიაში კარგა ხანი იდგა სხვათა შორის მარტო გრაზულისი მოასწრო მაინც შენიშნა. ბოლომდე და 2 წამი როცა რჩებოდა, მაშინ გაუშვა და ესეც ჩააგდო 93-63. ნახოთ ჯერ ეს შეტევა. დავის ბერტანსი საერთოდ ყველაფერს ააცილა ეს ბურთი და აი ეს არის მატჩის საფინალო ანგარიში 20 ქულის სხვაობით. მოდით პირდაპირ ვთქვათ, გაანადგურა თურქეთმა ლატვიის ნაკრები.